მოგესალმებით, უკვე 1 წელზე მეტია, რაც ტრადიციად იქცა ბათუმში საღამოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრება. აქ შეკრებილების მოთხოვნები არის იგივე, უცვლელი, გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. როგორც იცით, ბოლო დღეებში განხილვის აქტიური თემა განათლების რეფორმა, ასევე 2 უნივერსიტეტის გაერთიანება, ეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და გპ-ის გაერთიანება. განათლების სფეროში მოღვაწეთა ნაწილი, პროფესორების ნაწილი ეწინააღმდეგება ამ გადაწყვეტილებას, მათ შორის ამ სასწავლებლებში დასაქმებული პროფესორები, მათ რამდენიმე აქციაც გაამართეს და ისინი აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება, ამის აღსრულება სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ორივე უნივერსიტეტს, ასევე აქტიურად არის განხილვის საგანი დაანონსებული განათლების რეფორმა. როგორც იცით, ეს რეფორმა ითვალისწინებს მე-12 კლასის გაუქმებას, რაც როგორც ამბობენ სპეციალისტები, აქ შეუქმნის პრობლემას იმ მოსწავლეებს, ახალგაზრდებს, რომლებსაც ევროპაში სურთ სწავლის გაგრძელება. ასევე მინდა გითხრათ, რომ ბათუმელებმა გამოაქვეყნა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზიაამაღლობელი სიტყვა ევროკავშირის პრიზის გაცემასთან დაკავშირებით. ამ სიტყვას თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ბათუმელები ჯიზესრულად. მე გეტყვით, რომ ამ სიტყვაში მზიაამაღლობელი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, განსაკუთრებით კი იმას, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მედიის წარმომადგენლები ახალი რუსული კანონის შემდეგ და როგორც იცით, ამ კანონში ცვლილებები არის კიდევ დაგეგმილი და უფრო ამკაცრებს ეს ცვლილებების პაკეტი კანონს. ამ ცვლილებით, რაც არის უკვე დაანონსებული, ფაქტობრივად არა მხოლოდ მედიას, არამედ ყველას ექნება პრობლემა ქვეყანაში, ვისაც რომელიმე უცხოურ ორგანიზაციასთან ქონია ან ექნება შეხება, თუნდაც არ ქონდეს შეხება რომელიმე ორგანიზაციასთან და რაიმე გზავნილი, თუნდაც ახლობლისგან მიიღოს გზავნილი უცხოეთიდან. საერთოდაც ამ კანონის მიხედვით, უბრალოდ ცვლილების პროექტის მიხედვით, თუ რაიმე გრანტის მიღებას აპირებს რომელიმე ორგანიზაცია, ეს ორგანიზაცია არის ვალდებული, რომ მიმართოს მთავრობას, იქნება ვალდებული და მხოლოდ მთავრობის დადასტურების შემდეგ შეძლებს ის ამ გრანტის მიღებას. შეგახსენებთ ასევე, რომ თბილისში საპროტესტო აქციებზე დაკავებულების საქმეების განხილვა გრძელდება. მათგან ერთ ნაწილს უკვე მიუსაჯა პატიმრობა სასამართლომ, ერთი ნაწილის საქმეების განხილვა კი ჯერ ისევ გრძელდება. როგორც ხედავთ, საკონსტიტუციო სასამართლოსთან არიან ისევ შეკრებილები ბათუმში და პროტესტის მთავარი მესიჯი ისევ არის გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა და ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს აქციები ბათუმში დაიწყო 2024 წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ რაც ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე ბათუმშიც რამდენიმე ორგანიზაციაში საჯარო მოხელეებმა გააკეთეს პეტიცია, რომლითაც ისინი აცხადებდნენ, რომ ისინი მხარს უჭერდნენ ევროკავშირში გაწევრიანებას და აცხადებდნენ ასევე, რომ ისინი სწორედ ამ მიზნებით მუშაობდნენ, ასრულებდნენ კეთილსინდისიერად თავის მოვალეობას
და ბოლო პერიოდში ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ ამ ადამიანებს შეიძლება შეექმნათ საფრთხე, მათ დაკარგონ სამსახური, აი მაგალითად ბათუმის მერიაში არის დაწყებული რეორგანიზაციის პროცესი და ძალიან ხშირად არის საუბარი სწორედ იმაზე, კითხვები, რომ ხომ არ დაკარგავენ სამსახურს სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც მოაწერეს ხელი ამ პეტიციას. მინდა გითხრათ ასევე, რომ ბათუმში ისევე როგორც მთელ ქვეყანაში მწვავედ დგას დღის წესრიგში სოციალური პრობლემები, მაგალითად ბათუმში ბოლო დროს რამდენჯერმე გამართეს საპროტესტო აქცია უსახლკაროებმა, ისინი წლების განმავლობაში ელოდებიან მერიისგან, ასევე მთავრობისგან პასუხს, ისინი ითხოვენ სოციალურ საცხოვრისში ბინით დაკმაყოფილებას და არა აქვთ პასუხი, მკაფიო პასუხი იმაზე, თუ ისინი არ არიან პროგრამის ბენეფიციარები, მაშინ მათ აინტერესებთ არგუმენტები, რატომ არ აქცევს ყურადღებას მთავრობა და მერია ამ დროის განმავლობაში მათ პრობლემებს და რატომ არიან ისინი დღემდე უსახლკაროდ, ასევე უწევთ ქირით ცხოვრება. ისინი აცხადებენ, რომ მათთვის ქირით ცხოვრება, რადგან ყველაფერი გაძვირდა ფაქტობრივად, არის გაუსაძლისი და მათ შორის ბევრ მათგანს მცირეწლოვანი შვილებიც ჰყავს. მე მინდა ახლა გავესაუბრო აქციის მონაწილეებს და ლარას მინდა ვთხოვო, რომ ჩაგვერთოს. ლარა არის ბათუმის აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და მას მინდა ამჯერად ვთხოვო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. ჯერ არ დაგიმთავრებია სწავლა, ხო, როგორც ვიცი. ლარა არის სტუდენტი, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საინტერესოა მისი მოსაზრება და ანონსებულ განათლების ცვლილებასთან დაკავშირებით. რას ფიქრობ? რომ განიმარტოთ რომელი განათლების ცვლილებაზე არის საუბარი? პირველ რიგში შევეხოთ იმას, რომ როგორც ვიცი დაანონსებულია ცვლილება, რომლის მიხედვითაც მე-12 კლასი უქმდება საერთოდ და სპეციალისტები საუბრობენ იმაზე, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ახალგაზრდები ვეღარ გააგზელებენ ევროპაში სწავლას, თუ ვინმე ემზადებოდა მაგალითად, რომ პირდაპირ ევროპის უნივერსიტეტში უნდა ჩაებარებინა, ეს შეეზღუდება და ასევე თუნდაც საინტერესოა შენი მოსაზრება უნივერსიტეტების გაერთიანებაზე, რატომ არის ეს პრობლემა? იქედან დავიწყებ საუბარს, რომ რეალურად შეფუთული არის ეს ყველაფერი რეფორმები, თითქოს ევროპულ სტანდარტებთან არის მიახლოებული, თუმცა სრულად აცდენილი არის, თუნდაც ის, რომ მე-12 კლასი იხსნება სრულად, ეს რა თქმა უნდა იმაზე მიანიშნებს, რომ სახელმწიფო არალეგიტიმური ხელისუფლება სრულად ზღუდავს და კეტავს ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობას და მე როგორც სტუდენტი რეალურად არ ვარ აბიტურიენტი, ვარ სტუდენტი, თუმცა მაინც განვიცდი, იმიტომ რომ ჩემი ნათესავები, ჩემი მეგობრები, რომლებიც ახლა არიან მე-11 კლასში, რეალურად მე-12 კლასს ვეღარ დაამთავრებენ და აღარ ექნება შესაძლებლობა, რომ გააგრძელონ არა აქ სახელმწიფოში, არ ვიცი, რომელიმე უნივერსიტეტში, არამედ თუ აქვთ სურვილი, ეს სურვილი რეალურად უგულებელყოფილი იქნება არალეგიტიმური სახელმწიფოს მიერ. რაც შეეხება ახლა უნივერსიტეტებს, BSU-ზე რა უნდა ვთქვა, გარდა ისა, რომ სუსად არის გადაქცეული BSU, არ ვიცი, ყველა პარტიული ადამიანი, რომელიც ყავს ბათუმში ქართულ ოცნებას, ყველა ახალგაზრდა, რომელიც მათი მხარდამჭერი არა და რეალურად მხოლოდ მათი ინტერესების ატარებს უნივერსიტეტში არის შეყრილი უნივერსიტეტში და რა თქმა უნდა სრულად, ასე ვთქვათ, პარტიული ინტერესების ქვეშ არის მოქცეული უნივერსიტეტი და არანაირი თავისუფალინება არ არსებობს და მე მგონია, რომ ყველაფერი არის ჩაწყობით, უკვე ყველაფერი კეთდება ჩაწყობით და ამას ემატება რექტორი, რომელიც არის ასევე პარტიული ინტერესებით არჩეული, ტიტი აროშვიძე, რომელიც არ ვიცი, მე მგონია, რომ იმდენად პოპულისტია, იმდენად კომუნისტური აზროვნების არის, რომ ეს ადამიანი ნამდვილად არ არის სარგებლის მომტანი ახალგაზრდებისთვის, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ ტიტი აროშვიძე იყო ქართული ოცნების დეპუტატი აჭარაში. ხო, რაც შეეხება, ერთი-ორი კომენტარი მინდა გავაკეთო TSEU-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის შეერთებას და მინდა ვთქვა ის, რომ რეალურად იმ ადამიანებსაც შეეხოთ რეჟიმის სასტიკი, დაუდევარი, ტერორი, რომლებიც არ ელოდებოდნენ, რომლებიც, ესე ვთქვათ,
თავზე იყვნენ გადაყოლილი რეჟიმს და სულ ქებადიდებაში იყვნენ, ამ ადამიანებსაც შეეხოთ და მინდა აი ყველა მოქალაქეს მიმართო და ყველა უნივერსიტეტის წარმომადგენელს, ყველა ლექტორს და ძირითადად მაინც განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანებს, იმიტომ რომ მე ვარ სტუდენტი და მაქვს ამის პრივილეგია, რომ ვესაუბრო ამ ხალხს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში რეჟიმი გამოგიყენებთ ისე, როგორც თვითონ აწყობს და რეჟიმის განსამტკიცებლად, როგორც ჭირდება და ამ ნაბიჯებში მოაქცევთ თქვენს ასე ვთქვათ პირად ცხოვრებასაც, პროფესიულ ცხოვრებასაც და ყველა იმ მნიშვნელოვან ნაწილებს, რომელიც ახლა თქვენ გონიათ, რომ პირად თავისუფალ ნებაზე ხართ დამოკიდებული. თქვენ გაკონტროლებთ რეჟიმი რეალურად და თქვენი ეს ასე ვთქვათ ნებაყოფლობითი ჭალებს ჩასვა, ნებაყოფლობითი მხარდაჭერა შეიძლება მომავალში იქცეს ტერორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან იარაღად. ამიტომ ფრთხილად იყავით და არ ვიცი ალბათ კარგიც არის რეალურად, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორებმა და სტუდენტებმა დაინახეს რეჟიმის ნამდვილი სახე, თუმცა ეს უფრო მალე უნდა მომხდარიყო და არა იმ ფონზეც ახლა ტერორს ახორციელებს ამ ადამიანებზე რეჟიმი. თუმცა ისინი აცხადებენ, რომ ემხრობიან რეფორმას, რომელიც თავრობამ დაანონსა, მაგრამ არ სურთ, რომ გაერთიანდეს ეს ორი უნივერსიტეტი. წერილიც კი მისწერეს ბიძინა ივანიშვილს. მხარდამჭერი უნივერსიტეტი. ხო, არ ვიცი, სარკასტულია მართლა, ჩემთვის არის სარკასტული. კიდევ იმ რეჟიმს ეფინებოდე ძირში, რომელიც გართმევს ყველანაირ შესაძლებლობას და ავტონომიას, რაც ყველაზე მთავარია და განათლება ზოგადად თითქოს რეჟიმს ყავს იარაღად, აქვს იარაღად და ეს იარაღი იმდენად სუსტდება საქართველოში, რომ საბოლოოდ განათლება იქცევა ერთ ფარატინა ფურცლად და დიპლომს გულისხმობ, დიპლომად, რომელიც ესე უბრალოდ გაიცემა უნივერსიტეტებისგან, სახელმწიფოსგან და არ იქნება კვალიფიციური, არ იქნება რაღაცა მნიშვნელოვანი და უბრალოდ ექნება სახე, არ ფორმალური სახე, მეტი არაფერი. განათლება სამწუხაროდ საქართველოში ხო, თუმცა მეორე კანონიც, მეორე ცვლილებაც არის აქ დაგეგმილი, რომელიც ისედაც თუ იქნება დამტკიცებული, დაავალდებულებს ნებისმიერ მოქალაქეს, რომ უცხოურ ორგანიზაციასთან, უნივერსიტეტთან თუნდაც მიმოწერა თუ გექნება, რომ რაღაც გრანტი მიიღო, რომ ისწავლო შემდეგ ამ გრანტით, ამაზეც თავრობის თანხმობა იქნება საჭირო. ამასაც დაამტკიცებენ. ეს ნიშნავს, რომ ყველა თქვენი ნაბიჯი იქნება გაკონტროლებული და მარტო ჩვენ არ გვეხება აქ მდგომ საზოგადოებას, ბრძოლაში ჩართულ ადამიანებს არ გვეხება ყველა კანონი. თურმე თქვენც გეხებათ და სანამდროა იქნებ გამხსნათ. მადლობა. ლარა ქარცივაძე საუბრობდა ჩვენთან ლაივში. ლარა არის ბათუმის აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, სტუდენტი. ის აცხადებს, რომ მოუწოდებს ფაქტობრივად განსაკუთრებით განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანებს, რომ ეს კანონი მხოლოდ ჩვენ არ გვეხება და სანამ დროა იქნებ გამოფხიზდეთო ეუბნება ის. როგორც ხედავთ, საპროტესტო აქცია გრძელდება ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ტრადიციულად იკრიბებიან მოქალაქეები, რომლებიც აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მათი მოთხოვნები არის უცვლელი. გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა და თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს, ასეთია მათი მოთხოვნა. შეგახსენებთ ასევე, რომ ოცნება განიხილავს ცვლილებას გრანტების შესახებ კანონში და ამ ცვლილების პროექტის თანახმად იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კონკრეტული პირი ან ორგანიზაცია დააპირებს, რომ გრანტი მიიღოს უცხოური ორგანიზაციიდან, ამ შემთხვევაში საჭირო იქნება მთავრობის თანხმობა, რაც ფაქტობრივად, როგორც აცხადებენ იურისტები და სამართალდამცველები, ეს ფაქტობრივად ქვეყანაში აწესებს ტოტალურ კონტროლს, როგორც განმარტავენ ისინი.
ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში და ნებისმიერი ახალი პროექტის დაწყების განხორციელების შემთხვევაში. ასეთი ვითარება არის საკონსტიტუციო სასამართლოსთან ამ წუთისთვის. აქციის მონაწილეების ნაწილი ამ წუთებში მოდის და უერთდება საპროტესტო აქციას. ნაწილი კი უკვე აქ იმყოფება. მე ამით დაგემშვიდობებით, როგორ ვითარდება ქვეყანაში მოვლენები, ამის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბათუმელები ჯიზე და ნეტგაზეთი ჯიზე. მადლობა რომ გვიყურეთ.